BMW-სგან ახალ M3-ს ველოდებით, Bugatti Tibulons უშვებს. საქართველოში ავტომობილების იმპორტი ძალიან შემცირდა. რა არის ამის მიზეზი? მოდი ერთად განვიხილოთ ახალი ნიუსები, რომელიც ბოლო 10 დღის განმავლობაში მივიღეთ. იაპონური ალიანსები Honda, Nissan და Mitsubishi გაერთიანდებიან. რას გულისხმობს გაერთიანება? იდეაში BYD და სხვა ჩინურმა ბრენდებმა ძალიან შეუტიეს მთლიანად ავტომარკეტს მსოფლიოში, არა მარტო იაპონურ ბრენდებს. მაგრამ იაპონელებმა დროულად მიმართეს გაერთიანების ხერხს. რას გულისხმობს გაერთიანება? რა თქმა უნდა, ეს არ მოიცავს სრულ გაერთიანებას, მაგრამ რაღაც ნაწილებში ეს სამი ბრენდი ერთიანდება. კერძოდ ეს იქნება ძრავის ელექტროობა, როგორც იაპონელები გვეუბნებიან და ასევე იქნება ტექნიკური უზრუნველყოფა, ანუ სოფტი მანქანების. ალბათ რაღაც შეღავათებს მიაღწევენ ამ მხრივ, იმიტომ რომ თუ ეს სამი ბრენდი უძლიერესი ბრენდი და უდიდესი ბრენდი გაერთიანდება და საერთო ასე ვთქვათ, სოფტი ექნებათ, რა თქმა უნდა, შეუმცირდებათ ხარჯები. ამით შეეცდებიან რომ დაუპირისპირდნენ ჩინურ ავტოინდუსტრიას, მაგრამ რამდენად გამოვუვათ ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. მე მგონია რომ უფრო მასობრივი გაერთიანება იქნება საჭირო, რადგან ჩინელები უკვე გაფრინდნენ. ევროპული უსაფრთხოების ახალი წესი და სენსორული ეკრანების დასასრული. როგორც იცით, ევროპაში არსებობს სპეციალური ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებს ავტომობილებში. კერძოდ, მათი დასკვნებით გამოიტანეს ესეთი დასკვნები, რადგან თანამედროვე ავტომობილების სალონები მიმართულია მაქსიმალურად მინიმალიზმზე და ფაქტიურად სალონებიდან ქრება ბერკეტები, ღილაკები და მსგავსი რაღაცეები, იმიტომ რომ დაზოგონ თანხები ავტომწარმოებლებმა და ასევე რატომღაც მოსწონთ თანამედროვე დიზაინში მინიმალიზმი, ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, რადგან მაგალითისთვის თუ ავიღებთ წვიმის საწმენდები, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობ Tesla-ს მაგალითად აქვს ეკრანზე, თქვა წვიმა თუ წამოვიდა, ავტომატურზე თუ არ გიყენია, უნდა გადახვიდე ეკრანից, ჩაიხედო, მოძებნო ესე თქვა წვიმის სენსორი, დააჭირო და ჩართო. და ამ დროს რეალობაში რა ხდება? წამოვიდა უცებ წვიმა, შენ საჭესთან ხარ, გზაზე ვეღარ ხედავ ვერაფერს, გადახვედი ეკრანზე, იქ რაღაცეებს ეძებ და ამასობაში ხეს შეასკდი. ხო, სრულიად ლოგიკურია. სწორედ ამაზე საუბრობს ეს ორგანიზაცია და გვეუბნება, რომ რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ავტომობილში, რომელიც აუცილებლად ღილაკით ან ბერკეტით უნდა იმართებოდეს. ესენია: მოხვევის ციმციმები, ეგრეთ წოდებული პავროდნიკები, რა თქმა უნდა, ეს კნოპკა ზედა იმაზე არ უნდა იყოს, რაღაც თითზე. ჩემი აზრით, ბევრად კარგი არის ბერკეტი და მოსახერხებელია. ავარიული განათება, წითელი სამკუთხედი, როცა ავრეულად ჩერდებით ხოლმე და გვინდა რომ ავრეულები ჩართოს ავტომობილმა. ეს რატომ უნდა იყოს სადღაც მენიუში ან ეკრანზე, ხო? პირდაპირ სადმე ისეთ მნიშვნელოვან ადგილზე უნდა იყოს, რომ მარტივად მივწვდეთ და დავინახოთ. მესამე, მინის წმენდავები, რაც წეგანს ვსაუბრობდი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ საწმენდები იმართებოდეს ბერკეტით. ხმოვანი სიგნალი. ეს არ ვიცი, სხვადასხვა რამდენად აქვს რომელიმე მანქანას ეკრანზე, იმიტომ რომ როგორც წესი საჭესზე აქვს ხოლმე ყოველას შუაში airbag-ს რო დავაწვევით, მე მგონი რომ სიგნალი ყველა მანქანას მანდ აქვს. და სოსხილაკის დახმარება, ესე ვთქვათ, რომელიც საქართველოში არ მუშაობს. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ავტომობილებში მსგავსი სისტემა არ არის შაშინებული და სოს რო დავაწვეთ, ფაქტიურად 112-ში არ დარეკავს. არაფერი არ მოხდება. ამერიკაში ეს სისტემა ძალიან კარგად მუშაობს და ხშირად ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. თუ რა თქმა უნდა, ავტოწარმოებელები შეეცდებიან რომ ღილაკები და ბერკეტები დააბრუნონ ავტომობილში, ისინი მიიღებენ 5 ვარსკვლავიან უსაფრთხოების შეფასებას, რაც ნიშნავს იმას, რომ გაყიდვები რა თქმა უნდა გაეზრდებათ. ყოველ შემთხვევაში არ შეუმცირდებათ და თუ ისევ იგივეს გააგრძელებენ მინიმალიზმს, როგორც მაგალითად Tesla-ში გვხვდება, რეიტინგი უსაფრთხოების ძალიან დაბალი იქნება და რა თქმა უნდა, ადამიანი როცა არჩევს ავტომობილს, პირველ რიგში უყურებს თუ რამდენად უსაფრთხო ავტომობილი გამოყენების დროს. შესაბამისად, ეს რეგულაციები ავტოწარმოებელებს უბიძგებს იმისკენ, რომ ავტომობილები ბევრად უსაფრთხო გახადონ. BMW-მ ახალი M3-ის გამოშვება დაადასტურა. ოღონდ ორი სხვადასხვა ძრავით. ეს რა თქმა უნდა BMW-ს მოყვარულებისთვის ძალიან კარგი ნიუსია და ძალიან სასიხარულო, თუმცა რამდენად სასიხარულო ნიუსი იქნება, როცა გავაჟღერებ, ეს უკვე მეორე საკითხია, რადგან როგორც იცით, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, რომ BMW-მ რამდენიმე წელია უკვე მუშაობს ახალ M3-ზე, რომელიც არის სრულად ელექტრო, ექნება 4 ძრავი, ფაქტიურად თითოეულ თვალზე 1 ძრავი და ჯამში გამოიმუშავებს 1300 ცხენისწყალს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია, ძალიან ჩქარი იქნება მანქანა, თუმცა BMW-ს ეს მიდგომა Neue Klasse, რაც აქვს მისი დიზაინის მიმართულება, დიდად არ მომწონს. ყოველ შემთხვევაში კონცეპტი ავტომობილები, რომლებიც ახლა არის, რომელიც ჩვენ გვხვდება სოციალურ ქსელებში, დიდად არ მიზიდავს. ძველი დიზაინები G სერიის, მაგალითად M3, გაცილებით უფრო ლამაზია ჩემი აზრით, ვიდრე Neue Klasse. მაგრამ როგორც წესი ხოლმე BMW ჩვენს მონუსხვას რაღაცნაირად ახერხებს ყოველთვის, მათი ახალი დიზაინები არასდროს არ მოგწონს, მაგრამ რო ჩაეშვება წარმოებაში, რამდენიმე წელში ძალიან გვიყვარდება. ალბათ იმიტომ რომ BMW-ა, აი არ ვიცი, მაგაზე მოკლედ მომავალში გამოჩნდება. თუმცა BMW-მ კიდევ დაანონსა ერთი ძალიან კარგი ნიუსი, მანდა-მაინც არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ახალ ელექტრო M3-ებს კარგად გაყიდის და შესაბამისად გვიდასტურებს, რომ ახალი M3 გამოვა მეორე შიდაწვის ძრავით.
ეს ძალიან კარგი ნიუსია. მაგრამ როგორ მოახერხებს შიდაწვისწრავიანი BMW Euro 7 სტანდარტის დაკმაყოფილებას, რომელიც ძალიან ზღუდავს შიდაწვის, ესე ვთქვათ, ძრავის ემისიებს, გამონაბოლქვს და ასე შემდეგ, ებრძვის ყველანაირად, რომ Euro 7 ებრძვის ყველანაირად ახალ ძრავებს, რომ მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა ძრავები იყოს და როგორ უნდა შეათავსოს ცხენისძალების გამომშავება ემისიებთან, ეს წარმოუდგენელია. მაგრამ იმედია BMW რამეს მოახერხებს. ყოველ შემთხვევაში გვირდება, რომ ახალი M3 იქნება შიდაწვის ძრავით, ტურბინიანი ძრავით, S58, კარგად იცით თქვენ და პლუს ექნებათ ჰიბრიდული სისტემა. როგორც M5-ია გამოყენებული შიდაწვის ძრავი არის, ვერვა 4x4 და მას ეხმარება ჰიბრიდული სისტემა, იმიტომ რომ იყოს სწრაფი და ჩაჯდეს ეგრეთ წოდებულ ემისიების ტესტში. და ახალი M3-ით დაახლოებით მსგავსი იქნება. იმედი მაქვს, რომ მაინც მოიგებენ ავტომოყორულების გულს და სიმართლე რომ გითხრათ, ელექტრო M3 ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ BMW-ს ინჟინერები ამ ავტომობილზე მუშაობის დროს გვეუბნებიან, რომ ზუსტად ისეთი კარგი და სხარტი და ესე ვთქვათ, სახალისო ხასიათი აქვს BMW-ს ელექტრო მოდელს, როგორც შიდაწვისწრავიან მოდელებს. თუმცა რეალობაში შეიძლება სხვა სურათი მივიღოთ. მოკლედ დაველოდოთ BMW-ს, შემდეგ წელს უკვე გამოჩნდება პირველი მოდელები და საინტერესო იქნება თუ რა შემოგთავაზებს BMW. ამერიკაში ავტომობილების სავალდებულო ავტოპილოტის კამერებზე დაიწყო საუბარი. საინტერესოა, ავტოპილოტის კამერა რას გულისხმობს? ზოგადად სალონში, ავტომობილის სალონში, ჩინურ მანქანებში განსაკუთრებით ხდება ხოლმე ასეთი. სალონში დამონტაჟებულია სპეციალური კამერები, რომელიც მძღოლს უყურებს მთელი მოგზაურობის განმავლობაში და აკვირდება თუ ეძინება მძღოლს ან რამე შენიშნა მსგავსი, ყოველთვის გაფრთხილებს. ხოლო რატო აკეთებს ამერიკა ამაზე აქცენტს? ამერიკული მანქანები, მაგალითად Tesla რო ავიღოთ, მსგავსი სისტემები ფაქტიურად არ აქვს, კამერა არ არის დამონტაჟებული მაშინ, რომელიც უშუალოდ მძღოლზე არის მიმართული. Tesla-ს აქვს მაგალითად ავტოპილოტი, რომელიც სრულად თვითონ მართავს ავტომობილს, მიუთითებთ უბრალოდ მისამართს და თქვენ შეგიძლიათ არხეინად იჯდეთ, სკროლოთ, ან YouTube-ზე შეხვიდეთ და ქარდრაგის ვიდეოებს უყუროთ, ან რა ვიცი, გაზეთი წაიგითოთ, ან რა ვიცი, რაც კიდათ ისაკეთოთ. თუმცა ამ დროს Tesla-ს პრობლემა არ აქვს ამასთან დაკავშირებით და ის ესე ვთქვათ, მაინც აკეთებს თავის საქმეს, მიყავხართ იმ მისამართზე, რომელიც მიუთითეთ. ხშირ შემთხვევაში ეს შეცდომა არის და ხშირად არის გამოწვეული ამის გამო ბევრი საგზაო შემთხვევა და ბევრიც ფატალურად დასრულებულა. ამიტომ ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ავტომობილი, რაც მომავალში გამოვა, იყოს აღჭურვილი შიდა კამერებით და აკვირდებოდეს მძღოლის, ესე ვთქვათ, ქცევებს, თუ მძღოლის სამწამზე მეთხანს მოადუმნებს ყურადღებას და გზას არ უყურებს, ამ შემთხვევაში ის სრულად გაითიშება ავტომატური სისტემა, ან გაიძულებს, რომ დაუბრუნდეს საჭეს და ან გზას მიეღწევს ყურადღება, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგია. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების ჩინური ავტომობილები სრულად არის აღჭურვილი შიდა კამერებით და ძალიან კარგად იციან ხოლმე მძღოლი რას აკეთებს. მაგრამ მაგ ავტომობილებში გვხვდება, ესე ვთქვათ, ბერკეტი, რომელთაც შეგვიძლია ეს კამერები გავთიშოთ. ანუ კათიშის ფუნქცია აქვს. და რაში მჭირდება თუ შემიძლია რომ გავთიშო? მაგას ვერ ხვდები, თუმცა იმედია მომავალში მაგაზე პასუხს მივიღებთ. Connect-მა თავის ქსელში დაიწყო ლოიალობის ბარათების დანერგვა, ერთგულმოხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ ფასდაკლებით. და რაში გამოიხატება ფასდაკლება? ფასდაკლება მოქმედებს შემდეგი პრინციპით. პირველ თვეში თუ შეიძენთ 100 ლიტრამდე საწვავს, ტაბლოზე არსებულ ფასს დააგდება 5 თეთრი. ხოლო თუ შეიძენთ 100-დან 200 litrამდე, ფასდაკლება იქნება უკვე 7 თეთრი, ხოლო თუ 200 litrს გაცდებით, უკვე შემდეგ დააგდება 10 თეთრი. ხოლო თუ Connect-ის ბენზინგასამართ ქსელებს ესტუმრებით ღამის 12-დან დილის 6 საათამდე, უკვე არსებული ფასდაკლება ორმაგდება. მგონი ძალიან მაგარია. გაორმაგდება რა თქმა უნდა იმის შესაბამისად, რომელ საფეხურზეც იმყოფებით. ამ ეტაპზე ბარათები მოქმედებს თბილისში და შიდა ქართლში, ეტაპობრივად იგეგმება ლოიალურობის სისტემის დანერგვა მთელ საქართველოში. ამასთან დაკავშირებით სიახლეებს პერიოდულად მოგაწვდით. Bugatti Tobilonis პირველი სატესტო პროტოტიპები გზებზე გამოჩნდნენ. ძალიან გვიყვარს ჩვენი ჰიპერკარები და განსაკუთრებით Bugatti თავისი განუმეორებელი V16 W16 ძრავით. ანანორმალური ვერტკიჭები. ანანორმალური მონაცემებით, ძალიან დიდი სიმძლავრით და ემოციებით, რომლებსაც Bugatti განუმეორებლად გვანიჭებს. მოკლედ, ახალი მოდელი დაანონსდა, რომელიც სხვათა შორის Euro 7 სტანდარტებს დააკმაყოფილებს და Bugatti-მ აღნიშნა, რომ მას ექნება 3 ელექტროძრავი და ასევე ატმოსფერული 16 ცილინდრიანი ძრავი. აქამდე Bugatti იყენებდა 16 ცილინდრიან ძრავებს, რომელსაც 4 ტურბინა ჰქონდა დამაგრებული და ესე ვთქვათ, გამოიმუშავებდა სრულად სიმძლავრეს ამ ძრავისგან, თუმცა ამჯერად იქნება 3 ელექტროძრავი, ჩემი ვარაუდით ერთი ძრავი იქნება წინ, 2 ძრავი იქნება უკან და სადღაც შუაში მძღოლის უკან ალბათ ეს თავისი ატმოსფერული 16 ცილინდრიანი ძრავი. რადგან ატმოსფერული ძრავია 16 ცილინდრით Bugatti-ში გამოყენებული, ვეჭვობ, რომ ძალიან კარგი ხმა ექნება. ზოგადად ტურბინიან ძრავებს, ასე ვთქვათ, ხმა ეკარგებათ ატმოსფერულებთან მიმართებაში.
ატმოსფერული ძრავი უფრო მეტად ხმაურიანია და სიმძლავრეს როცა გამომიშავებს, უფრო ყვირის. ბუგატის ყოველთვის ჰქონდა, ყოველთვის არა, მაგრამ ბოლო წლებში განსაკუთრებით შირონი, ვეირონი და ასე შემდეგ იყო ტურბინიანი ძრავები და კი რა თქმა უნდა ძალიან მაგარი ხმა ჰქონდათ ამ ავტომობილებს და მუშაობდნენ ინჟინერები ამაზე რომ მაგარი ხმა ჰქონოდა, თუმცა ეჭვი მაქვს რომ 16 ცილინდრიანი ძრავის ხმა უფრო კარგი იქნება და უფრო სასიამოვნო მოსასმენი. მოკლედ დაველოდოთ, რომელიც სხვადასხვა უკვე ნურბურგრინგზე იტესტება, ძალიან აქტიურად მიდის ტესტები და ნახოთ როგორი გამოვა ბუგატის ახალი მოდელი. ჩინური ზიკერი ევროპულ ბაზარზე ფასების დემპინგს იწყებს. ყველამ კარგად ვიცით, მე მგონი ზიკერი და ეს ბრენდი რომ ძალიან ცნობილია, მათ შორის საქართველოში ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს და ნამდვილად ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჩინური ავტომობილია ზიკერი, მისი ფასიდან გამომდინარე თუნდაც რო ავიღოთ, რა თქმა უნდა შედარებით იაფია ევროპულ ბრენდებთან, ევროპულ პრემიუმ ბრენდებთან, თუმცა ჩინელებიც ზიკერში ძალიან პრემიალურ ხარისხს თავაზობენ. საქმე იმაშია, რომ ევროპაში მათ ფასები დაწიეს 15-20%-ით შეამცირეს ფასები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კონკურენცია უნდათ რომ გაუწიონ BMW-ს, Mercedes-ს, Audi-ს, Volkswagen-ს და ასე შემდეგ ბრენდებს და ძალიან სწორი მიდგომაა. მაგრამ ისიც უნდა აღნიშნო, რომ ასეთი ფასის კლების შედეგად ფაქტიურად წაგებაზე ყიდნენ ავტომობილებს და ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი არის ფასთა სხვაობა წარმოებასა და გაყიდვებს შორის. მაგრამ მათ უღირთ ჩინელები ჭკვიანები არიან და ცდილობენ, რომ ევროპული ბაზარი დაიპყრონ და კონკურენცია გაუწიონ BMW-ს და Mercedes-ს. რატომაც არა. და თუ თავს დაიმკვიდრებენ, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ფასებს გაზრდიან ნელა და მე უკვე სხვა სურათი იქნება. მაგრამ ისიც რა არის, მე მგონია რომ ჩინელები ისედაც ძალიან მალე გადალეკავენ და წალეკავენ მთელ ავტო ინდუსტრიას, იმიტომ რომ არ ჩერდებიან. ყოველ წელს უამრავი ახალი მოდელი გამოდის, აი ძალიან მაგრად ვითარდებიან ტექნოლოგიურად. არა მარტო ტექნოლოგიურად, ანუ მექანიკური მხარეც მათ ძრავების აწყობის, სავალი ნაწილების აწყობის, დიზაინი და მოკლედ ყველანაირ მხრივ ჩინური ავტომობილები, რომელიც რა თქმა უნდა პრემიალური ბრენდზე მაქვს საუბარი და არა იაფიანზე, ძალიან დიდ კონკურენციას უწევენ უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ ბრენდებს და ცოტა ეს მომავალი მაშინებს, მაგრამ არ ვიცი რა იქნება. მოდი ერთად დაველოდოთ თუ რას მოახერხებენ ჩინური ავტომობილები და როგორ დაიპყრობენ მსოფლიოს. ჩემი აზრით ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ძალიან მალე უკვე მივიღებ შედეგებს. Toyota-მ წყალბადის შეგაწვის ძრავის ახალი რევოლუციური პროტოტიპი წარადგინა. საინტერესოა Toyota-სგან მსგავსი მიდგომა და ახალი ტექნოლოგიები ამ ხრივ, რადგან ჩვენ უკვე ვიცით, რომ Toyota-ს უკვე რამდენიმე წელია ყავს წყალბადზე მომუშავე ავტომობილი, რომელიც დაახლოებით 10 წელია რაც იტესტება და საკმაოდ წარმატებულია ის. მაგალითად, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გვხვდებოდა Toyota Mirai, საინტერესო მოდელია ძალიან და მე ძალიან მომწონს, მე პირადად ეს ავტომობილი, მათ შორის ამერიკაშიც არის ეს ავტომობილები, თუმცა ფასი ძალიან დაბალი აქვს. ალბათ იმიტომ რომ წყალბადის ეგრეთ წოდებული სადგურები საქართველოში კი არა და ზოგადად არსად არ არის, ძალიან ნაკლებად ხდება. თუმცა პარიზში როცა ვიყავი, ძალიან ბევრი წყალბადის სადგური იყო. შეგეძლოთ რომ თქვენი ავტომობილი წყალბადით დაგემუხტათ. ხოლო რაც შეეხება ამ ნიუს, Toyota-მ განავითარა ეს წარმოება და ესე ვთქვათ დახვეწა უფრო მეტად, რადგან როგორც ვიცით, წყალბადს სჭირდება ძალიან მძიმე ავზი და ესე ვთქვათ დიდი მოცულობითი ავზები, შესაბამისად Toyota-ს უწევდა თავისი ავტომობილები ამ ავზებზე მოერგო და ესე ვთქვათ კარგ შედეგს ვერდებდა ეს ავტომობილი, რადგან ძალიან მძიმე იყო და მოუხერხებელი და შესაბამისად დიზაინშიც უწევდათ რაღაც ცვლილებები. თუმცა ახლა შექმნეს ისეთი ავზები, რომელიც არის მოცულობით გაცილებით პატარა და აღარ საჭიროებს რაღაც კონკრეტული ფორმების მიღებას. შესაბამისად შიდაწვისწრავიანი ავტომობილები როგორიც არის და როგორი საწვავის ავზებიც აქვს, მსგავსი ტექნოლოგიას მიაგნეს და ისინი აცხადებენ, რომ წყალბადის ესე ვთქვათ აქვს მომავალი ავტომობილების წარმოებაში და ეს არ იქნება მხოლოდ ჰიბრიდები და ელექტროავტომობილები. შეგვეძლება რომ წყალბადზე მომუშავე ავტომობილებითაც ვიმოძრავოთ. თუმცა ამ ეტაპისთვის წყალბადის მოპოვება საკმაოდ ძვირიჯდება და ამიტომ ჯერჯერობით ვიტყვი რომ მომავალი არ გააჩნია წყალბადზე მომუშავე ავტომობილს. თუმცა Toyota არ ნებდება და ყოველ წელს განაგრძობს ამ ავტომობილების დახვეწას და ტექნოლოგიების დახვეწას. ნახოთ რას მიაღწევს Toyota, რადგან Toyota როგორც ვიცით ერთ-ერთი კი არა და ერთადერთი ბრენდია და გაცილებით დიდი ავტოწარმოება აქვს ვიდრე სხვა ბრენდებს და თითქმის ყოველთვის პირველი იყო ავტოინდუსტრიაში და არ ვიცი ნახოთ რას მოახერხებს Toyota, თუმცა თანამედროვე ბაზარზე როცა უკვე ჩინელები ასე ავიწროებენ ევროპელებს და ამერიკელებს და თავისი ჰიბრიდებით ელექტრომანქანებით, Toyota წყალბადით უტევს და რამდენად გამოვა ეს შეტევა უკვე ეს გამოჩნდება მომავალში. მოკლედ დავალოდოთ რას მოახერხებს Toyota. Porsche-ს იძულებითი უკან დახევა.
ლეგენდარული ვერვა ძრავების გადარჩენა. ეს ნიუსი ძალიან გაგვახარებს ყველა ავტომობილს, რადგან ახლახანს ოლივერ ბლუმმა, რომელიც არის Porsche-ს დირექტორი, გააკეთა განაცხადი და აღნიშნა, რომ სრულად ელექტროფიცირებას თავისი ავტომობილების და წარმოების ჯერჯერობით აყოვნებს და აჩერებს და ისევ დააბრუნებს წარმოებაში შიდაწვის ძრავებს, რადგან კატასტროფულად დაუვარდა Porsche-ს გაყიდვები ელექტრომანქანების. ფაქტიურად მისი 80% ავტომობილების იყო ესე ვთქვათ გათვლილი უკვე ელექტროფიცირებაზე, მან შეაჩერა მაკანის წარმოება შიდაწვის ძრავით, ასევე კაენის წარმოება შიდაწვის ძრავით და სრულად დაანონსა, რომ ეს ავტომობილები იქნებოდა ელექტრო და მაკანის როგორც ვიცი უკვე გამოსულია ელექტრო და კაენის გამოსულია სხვა შორის ელექტრო და ესე ვთქვათ იღებდა Porsche შეკვეთებს, თუმცა სტატისტიკა მაჩვენა უკვე რომ Porsche-ს გაყიდვები ძალიან დაუვარდა. ფაქტიურად ახალ ელექტრომობილებზე, ახალ ელექტრომაკანზე და კაენზე შეკვეთები ფაქტიურად აღარ ქონდა, 80%-ით დავარდა წინასწარი შეკვეთები და ამ დროს მივხვდნენ, რომ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც მათ წარმოედგინათ და სრულად ელექტრომანქანებზე გადასვლა, მე მგონი, რომ კრახს გამოიწვევდა Porsche-ში. მაგრამ სწორად მივხვდნენ და უკვე მუშაობენ ახალ ვერვა ტვინ-ტურბო ძრავზე, რომელიც სხვა შორის ბოლოს გამოყენებული იყო Turbo GT-ში, Cayenne Turbo GT-ში, საოცარი მანქანა არის. სხვა შორის ჰქონდა Turbo GT-ის მართვის გამოცდილება და ძალიან მაგარი მანქანაა. ვიდეოს მიდევს ჩემს არსზე, გარდაგზა შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ. საქართველოში რუსთავის ავტოდრომზე ამ ავტომობილით მაქვს რეკორდი. მაღალი გამოვლობის ავტომობილებში, ჯერჯერობით ამაზე სწრაფი დრო არავის დაუფიქსირებია მაღალ გამოვლობის ავტომობილებში და შეგიძლიათ ნახოთ, ეს უცებ ჩავაგვეხე ჩემი არხი, დაუბრუნეთ ისევ Porsche-ს. ხო, ზუსტად მაგ Porsche-ში არის გამოყენებული twin turbo ვერვა, რომელიც საოცარი ძრავი არის ნამდვილად და Porsche უკვე გვეუბნება, რომ მუშაობს ამ ძრავზე, ამ ძრავის გაუმჯობესებაზე, რათა მოერგოს ახალ Euro 7 სტანდარტებს. მოკლედ ეს Euro 7 სტანდარტები რამდენჯერმე ვახსენე უკვე ამ გადაცემაში და ძალიან უტევს ავტოინდუსტრიას რა. ხო, მართლა თუ გაინტერესებთ რას ნიშნავს Euro 7 სტანდარტი, მოვალ გადაცემაში აუცილებლად ვისაუბრებ ამაზე, რადგან მანამდე იყო Euro 6, მანამდე Euro 5 და საქართველოში სწორედ ახლახანს იყო კანონი მიღებული ამ Euro 5-ზე, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავ. ხო, რაც შეეხება Porsche-ს, ყოჩახ ოლივერ ძალიან კარგი მიდგომაა და იმედი მაქვს, რომ ამ მიდგომას სხვა ავტოწარმოებლების და სუპერკარების წარმომადგენლებიც მიმართავენ, მაგალითად Ferrari-ს, Aston Martin-ის, Lamborghini-ს და ასე შემდეგ და არანაირი ჰიბრიდის ძრავები არ გვექნება და ასე ვთქვათ, არ გვექნება ელექტრო Ferrari. ელექტრო Ferrari სხვა შორის საინტერესო თემა არის. ნახეთ ალბათ რა საშინელება გამოუშვა Ferrari, რომელიც არავის არ მოსწონს და მე იცით რა მგონია. ზოგი ამბობს, რომ და თვითონაც ესე თქვა Ferrari-მ, რომ ეს მანქანა იმიტომ გამოუშვით, რომ აი ნახეთ ჩვენ შეგვიძლია ელექტრომანქანის გამოშვება, მაგრამ ნახეთ რა საშინელება და ჩვენ ამას არ ვაწარმოებთ და არ გვინდა. მაგრამ მე მგონია, რომ უბრალოდ ვერ გაყიდეს, ჩაისვარეს, პროექტად არ იცოდნენ და ასეთი განაცხადი, ასეთი ესე ვთქვათ, გამოსავალი მოიფიქრეს, რომ აი ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ არ ვაკეთებთ. რავი, რატომღაც სისულელე მგონია ეს ყველაფერი და უბრალოდ ჩაუვარდა Porsche-ს ეს მოდელი და თუმცა მიუხედავად მაგისა, ჩინეთში 80 მოდელი ჰქონდათ, როგორც ვიცი, ჩინეთისთვის ესე ვთქვათ, აწყობილი და ყველა გაყიდეს. ეგრევე. Porsche-ს უნდა მივაზოს Ferrari-მ. Porsche-ს ტექნოლოგიური კრიზისი. AI ბლოკავს ავტოინდუსტრიას. AI როგორ ბლოკავს ავტოინდუსტრიას? საინტერესო სათაურია, მაგრამ გეტყვით თუ რა შეა საქმე. მოკლედ AI ძალიან ეხმარება ზოგადად ავტოინდუსტრიას და ავტომობილებს. ჩაშენებული სისტემები ავტომობილში რა თქმა უნდა AI-ით იმართება, ძალიან ბევრი და ძალიან კარგია, მაგრამ რა პონჩი ბლოკავს? რა შეიძლება ბლოკავს? საქმე იმაში არის, რომ თქვენ შეამჩნევთ ალბათ, ძალიან გაძვირდა ბაზარზე ჩიპების და მეხსიერებების ღირებულება, რაც გამოწვეულია იმით, რომ სოფლიოში არის კრიზისი, მოთხოვნა კატასტროფულად გაიზარდა იმის გამო, რომ ფაქტიურად ყველა ორგანიზაციაში ხვდებით AI-ს, AI რომ გამართულად იმუშაოს, ამისთვის საჭიროა მეხსიერება. შესაბამისად, ამ მეხსიერებების წარმოება კომპანიებმა, რადგან მოთხოვნა ძალიან გაეზარდათ, გააძვირეს ეს ყველაფერი და ამ გაძვირებით საფრთხე შეუქმნეს ავტოინდუსტრიასაც, რადგან ავტომობილებში აქტიურად გამოიყენება მსგავსი მეხსიერების ბარათები და არა მარტო ბარათების სისტემები შესაბამისად. ამიტომ AI-ის განვითარებამ უარყოფითი წვლილი შეიტანა ავტოინდუსტრიაში, რადგან ავტომწარმოებლებს უწევთ რომ გააძვირონ ავტომობილები, იმიტომ რომ მათ გაუზვირდათ ეს ეგრეთ წოდებული სოფტი და მომსახურება. საინტერესო ნიუსია, ნახოთ რა იქნება მომავალში, მე მგონია რომ ნაკლები AI იქნება გამოყენებული ავტომობილებში და საერთოდ არ ვემხრობი რომ AI იყოს გამოყენებული ავტომობილში რა ეს ჭკვიანი რაღაცეები თითქოს არ ვიცი. მანქანა უნდა ატაროს მძღოლმა ძმაო რა დაждდე წახვიდე რა იმენა გადართო შიშკარეში იყო კაი შეიძლება ავტომატიკა იყოს და ისა მაგრამ წადი რა ძმაო რა ვჭირდება AI და აი დავждდები და პოპკორნ შევჭამ და ან მიმიყვანოს და რაღაცა რა რავი ეგეთ რაღაცები სიმართლესაც არ მომწონს რა თუმცა ამაზე მუშაობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ელონ მასკი და მსგავსი ადამიანები სოფლიოში რომ აი მაქსიმალურად გავამარტივოთ ყველაფერი და ასე და ისე და სისულელია რა მანქანა დაჯექი წადი რა
საქართველოში ავტომობილების ჩამოყვანის იმპორტის და შემდგომში რეექსპორტის მაჩვენებლები ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად შემცირდა. სტატისტიკისა და საავტომობილო სექტორის ბოლო მონაცემებით ტენდენცია ასეთია. იმპორტი, ანუ ავტომობილების ჩამოყვანა 2026 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი წლიურად 20.2%-ით შემცირდა. რეექსპორტი რა თქმა უნდა, აქაც ვარდნა და გაყიდვების ნაწილშიც მანქანების რეექსპორტი სხვა ქვეყნების განსაკუთრებით შუა აზიისა და აზერბაიჯანის მიმართულებით 24.6%-ით არის შემცირებული. ამან ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი ახსნა აქვს და მე მგონი ყველამ კარგად ვიცით თუ რა წყდება საქართველოს ბაზარზე, კერძოდ 2013 წლიდან 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების ესე ვთქვათ განბაჟების ტარიფები იმდენად გაძვირდა, რომ მომხმარებელი უბრალოდ იზოლებულია ჩამოიყვანოს 2020 წელს ზემოთ ავტომობილი, შესაბამისად 2020 წელს ზემოთ ავტომობილი ისედაც ზვირია და გამოდის რომ თუ ესე ვთქვათ მანამდე ბიუჯეტურად ჩამოხავდა იაფად ავტომობილი, ახლა ეს უკვე შეუძლებელია. მაგალითად რო ავიღოთ F30 328 2015 წლიანი განმაჟება დაახლოებით 10000 ლარზე მეტი ჯდება რა, სისულელია დამეთანხმებით ასეთი ავტომობილის ყიდვა. ეს კანონი ერთის მხრივ მიმართულია თითქოს მთავრობა გვეუბნება რომ გავაუმჯობესოთ ავტოპარკი საქართველოში და Euro 5 სტანდარტების შესაბამისად, თუმცა Euro 5 საერთოდ არ გულისხმობს ამას და ამ წლებში საერთოდ არ ჯდება, ანუ რა შუაშია Euro 5-თან ვერ ხვდები, თქვენ თუ იცით დამიწერეთ. და გვეუბნება რომ ავტოპარკის განახლება საჭირო ქვეყანაში შესაბამისად გააძვირა ძველ მანქანებზე იმპორტი და ახლებზეც გაძვირდა სხვათა შორის 2020-იანი, 21-იანი, 22-იანი და შესაბამისად უფრო ახალი ავტომობილების განბაჟებაც გაძვირდა, ზოგადად გაძვირდა, თუმცა 2013-დან 2020 წლამდე ავტომობილების იმპორტის, ანუ განბაჟების შემთხვევაში გაცილებით უფრო დიდი თანხის გადახდა გვიწევს. კერძოდ, როგორც მახსოვს, 4.5 ლარი არის 1 კუბურ სანტიმეტრზე, რაც ძალიან ბევრია. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მანამდე საერთოდ აკრძალული იყო ავტომობილების ჩამოყვანა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩამოვიყვანოთ. კარგია, მე მგონი არ არის კარგი და თითქოს რაღაცნაირად გვიზღუდავს ავტომობილების შემოყვანა საქართველოში, მეტყვედეს ისეთი ავტომობილების, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და მოგწონს. მანამდე კი შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ ძველი ავტომობილები, რეტრო ავტომობილები, რომლებიც მანამდე 40 წელს ზევით იყო და ახლა ჩამოწიეს 30 წლამდე ზღვარი, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ 36 წლის ჩამოყვანა შემიძლია საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად და განბაჟება, მაგრამ ასეთი ძველი ავტომობილები მხოლოდ ავტომოყორულებს გვიყვარს და მასობრივ გამოყენებაში რა თქმა უნდა ვერ იქნება. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომ 30 წელზე ჩამოვიდა ზღვარი, თუმცა არ მივესალმები ავტომობილების განბაჟების ასეთ გაზვირებას, იმიტომ რომ ფაქტიურად ვისაც შეეძლო მანქანის ჩამოყვანა ბიუჯეტურად, ეგ ვეღარ შეძლებს მანქანის ჩამოყვანას და მოუწევს რომ აქ ბაზარზე არსებული ავტომობილი შეიძინოს გაცილებით ძვირად, იმიტომ რომ აქ რაც არის ავტომობილები ჩამოსული დღესდღეობით მგონია რომ მომავალში უფრო და უფრო გაზვირდება. იმ წლებში წარმოებული, რომელიც არის 2013-დან 2020-მდე და 2020 წელს ზემოთ ავტომობილებიც რა თქმა უნდა ჩამოვა, მაგრამ ეს ფასი არ იქნება ასე ვთქვათ იაფი. ყველა ვარიანტში ამ ავტომობილების განბაჟების გამო და წლის გამო ძვირის გადახდა მოუწევთ მომხმარებლებს. რეექსპორტის შემცირდა, იმიტომ რომ აზერბაიჯანში და რუსეთში შეიცვალა საექსპორტო ესე ვთქვათ წესები და შესაბამისად ეგ ბაზარიც ფაქტიურად უჭდება, ვეღარ გაყავთ ავტომობილები და ამიტომ რეექსპორტზე რაც უნდა გასულიყო და ვინც მუშაობდნენ ადამიანები რეექსპორტზე, მაგათაც ფაქტიურად ესე ვთქვათ შეუმცირდათ გაყიდვები. საქართველოს რეგიონში ყოველთვის იყო ავტოჰაბი და აქედან გადიოდნენ ავტომობილები სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ნელ-ნელა ამ ფუნქციას საქართველოს კარგავს და ძალიან საწყენია რა თქმა უნდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ რამე შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში მე მხარს უჭერ იმას, რომ ყველა ადამიანს შეეძლოს ავტომობილის ყიდვა და რატომაც არა, ყველა უნდა შეეძლოს ავტომობილის ყიდვა. მე არაფერი არ მაქვს მაგაში საწინააღმდეგო. მოკლედ ამ ნიუსით დაგემშვიდობებით, თქვენი აზრით გაგვიზიარეთ ნიუსებზე რას ფიქრობთ? შემდეგში იმედი მაქვს, რომ გავაგზელებ ამ ნიუსებს, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყოს ყველაფერი. არქის გამოწერა არ დაგავიწყეთ და შევხვდებით შემდეგ ნიუსების ვიდეოში. დროებით.